ჩვენი სპორტის სახეობა მხატვრული ტანვარჯიშში ძალიან რთულია, იმიტომ რომ გჭირდება ყველანაირი ნიჭი, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ უნდა გქონდეს მონაცემებიც, უნდა იყოს რბილი, უნდა გქონდეს იმის ნიჭი, რომ აი, როდესაც საგნით მუშაობ, კონცენტრაცია არ უნდა დაგიფანტოს, იმიტომ რომ საგანი როდესაც აგდებ, უნდა დაიჭიროს, უნდა გქონდეს კონტროლის ქვეშ. ასევე ჩვენთან ყოველთვის წონას, ანუ არ გვწონიან, მაგრამ ვიზუალურად უნდა იყო ყოველთვის ფორმაში. ამიტომ ყოველთვის დიეტებზე ვართ და ამიტომ ყოველთვის ესე კონტროლის ქვეშ ვართ. დარბაზში მთელი დღე ვატარებ და თითქმის არ მაქვს ხოლმე დრო, რომ აი სადმე გავიდე. მეგობრებთან ერთად სადმე ვისეირნო, იმიტომ რომ დილას რო ვიწყებ ვარჯიშს, საღამომდე დარბაზში ვარ და როცა მოვდივარ სახლში, იმის თავიც არ მაქვს, რომ რაღაცა გავაკეთო. და ამიტომ უფრო ხშირად აი, როდესაც გვაქვს დასვენება, ერთი კვირა, ორი კვირა, უკვე აი ძალიან მაგარია და ეხლა ოლიმპიური თამაშებიც რო დამთავრებდება, დავისვენებ, იმიტომ რომ ძალიან გადავიღალით, რა თქმა უნდა, რთულია მთელი წელი ემზადები, არა მარტო ერთი წელი. ძალიან დატვირთული წლები იყო ეს ბოლო 2 წელი, განსაკუთრებით აი მსოფლიო ჩემპიონატიდან, სადაც იყო სალიცენზიო. აი მართლა არ მეგონა მსოფლიო ჩემპიონატი დავამთავრე მე-4 ადგილით, ეს ჩემთვის იყო აი ძალიან დიდი სიხარული. ვოცნებობდი ნეტა მეთქი 15-ში მოხდა ლიცენზია მოვიპოვო და როდესაც გავიგე რომ მე-4 ვიყავი, არ მჯეროდა აი საქართველოშიც რო ჩავედი მე რო დამხდნენ და აი რომ მითხე სალომე ყოჩახა აი მე-4 ადგილი რა მაგარია, მე დავიწყე გააზრება. რომ ეკითხებიან, ან ნერვიულობ, მე ვთხარი, ნერვიულობისთვის უკვე აღარ მაქვს თავი, იმიტომ რომ მართლა აი რომ არ ნერვიულობდი, უბრალოდ იმის დარდი მქონდა ფეხი რო არ მტკენოდა. განაძალა არ მქონდა რაღაცა, უბრალოდ აი ფეხმა საშველი არ მომცა. აი შუა ვარჯიში ესე რომ წავედი, რომ დავტრიალდი და ვიგრძენი, რომ მართლა ვეღარ მივდედი. ჩემი ამხანაგები, ვინც კი იყვნენ გამოსულები, ყველა იქიდან მიყვირო და მიდი. შენთან ერთად ვიტირეთო. უკვე იმდენად მტკიოდა, რომ თვითონ ხალიჩაძეც ვიტირე. ვერ გაუძელი ფიზიკურად. ტრავმა მქონია ყოველთვის და ყოველთვის ტრავმით გამოვდივარ, მაგრამ ნუ ესეთი რაღაც არ მქონია. რაც მართალია. ტრავმით გამოსულ ვარ, გაუძელი კიდევაც, მაგრამ ამას ვერა. ძალიან მტკივა ხო? აი, ძალიან მტკივა მართლა. და რა გჭირს, ანუ ის არ ვიცი, ხვალ გადავიღებ და მეწოდინება. შეიძლება ბზარი არისო. ხო, ანუ როდის აიკიდა ეგ ტრავმა? აქ რაც ვარ ნელ-ნელა დამეწყო, მაგრამ განა დატვირთვა, ახლა ზოგი იძახის, რომ დატვირთვის გამო არის ძალიან ბევრი ვარჯიში. ჩვენი სპორტის სახეობა ისეთია, რომ აი ერთი დღე დასვენებაც უკვე აისახება. ჩვენთან დასვენება არ არის. ყოველთვის უნდა იყო ფორმაში, ყოველ დღე უნდა ივარჯიშო და ეგ არის. ანუ ისეთი სპორტის სახეობაა, სადაც მართლა მთელი დღე გიწევს ვარჯიში. ძალიან მინდოდა ფინალში მოხვედრა და რა თქმა უნდა მედლისთვის ბრძოლა, მაგრამ აი ფეხმა ძალიან შემიშალა ჩემმა ტრავმამ. მეგონა რომ გაუძლებდი. ჩემ თავსაც დავაჯერე რომ არა, შენ შეძლებ ამას, მაგრამ სამწუხაროდ მართლა ვერ გადავახტი ჩემს ტკივილს და აი ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ
ნუ არ გამიმართლა. ფინალში რომ მომხედრილიყავი, თავს მოვიხსნიდი, იმიტომ რომ ფიზიკურად ვეღარ გაუძლებდი. არანაირი გამაყუჩებელი უკვე აღარ მშველოდა. ყველაფერი გამიკეთეს, რაც კი შეიძლებოდა ამ მომენტში, მაგრამ ესე მოხდა. ფიქრობ, რომ ესე უნდა ყოფილიყო. შემდეგში გამომივა და ვეცდები, რომ მოვიპოვო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია და ფიქრობ, რომ იქ უნდა გავაკეთო ჩემი გასაკეთებელი.